დღეს საუბარი იყო უცხო ქვეყანაში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ხმის მიცემას პროცედურებთან დაკავშირებით. ბოლო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მოგეხსენებათ დამატებითი პრობლემები ექმნება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს უცხოეთში ცხოვრებს. ქართული დასის პოზიციაა, რომ ყველა საქართველოს მოქალაქე განურჩევლად იმისა, სად იმყოფება ის საქართველოში თუ უცხოეთში, თუ კი ის დაადასტურებს, რომ არის საქართველოს მოქალაქე და წარადგენს პასპორტს საქართველოს მოქალაქის, მას უნდა შეეძლოს განახორციელოს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილება და მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ბოლო გადაწყვეტილებით საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანებით საკონსულო აღრიცხვაზე რაც აგაიაროს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების საკონსულო აღრიცხვა ესაჭიროება წარადგინოს ცნობა საცხოვრებელი ადგილის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე, მრავალრიცხოვანი მოქალაქე, 90% ჩვენი ემიგრანტებისა არის არალეგალურად წასული საზღვარგარეთ და ამდენად მათ ვერანაირი საშუალებებით ვერ წარადგენენ ცნობებს. ეს განხორციელდა ეს ცვლილება ამ არჩევნებისთვის, არც ერთ წინა არჩევნებზე ასეთი მოთხოვნა ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა ემიგრანტებს. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ რაც უკეთესად და კომფორტულ გარემოში შეძლებენ საზღვარგარეთ ყოფილი ადამიანები ხმის მიცემას, ამისთვის იზრუნოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელი შეხვედრიდან გამომდინარე რეკომენდაციის სახით არის ლაპარაკი, რომ მინიმუმ 2 დღით კიდევ უფრო გახანძლივდეს ხმის მიცემა. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტს, რომ 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 4 შაბათს. მაშინ არანაირი პროტესტი ამას არ მოყოლია პირიქით, მაშინ სულ მაშინაც და მანამდეც უყოველთვის განიხილებოდა, რომ უცხოეთში მყოფი ამორჩევლები ეს არის ხელისუფლების ბეღელი და ამიტომ ყველანაირი მცდელობა ვთქვათ იქ ოპოზიციური პარტიებიდან თუ სამეთვალყურე ორგანიზაციებიდან იყო პირიქით შეზღუდული იყო ეს თემა. აქედან გამომდინარე ჩვენ წინა არჩევნების დროს არ ქონია პრეცედენტი აი იმაზე რაზეც საუბრობთ წინა საარჩევნო რეგისტრაციის მაშინ ამორჩეველთა სიაში მოხდნენ მხოლოდ საარჩევნო საკონსულო აღრიცხვაზე მყოფები. იმის გამო რომ პირველად მოხდა ამ მექანიზმის რეალური ამუშავება, ასე ვთქვათ იქ რაღაც ინფორმაციული კუთხით შეიქმნა ცოტა გაუგებრობები. უკვე გახსნილია თვალსაჩინო 41 უბანი, ასე ვთქვათ ევროპის და ამერიკის მასშტაბით ძირითადად და შესაბამისად თუ დაარეგისტრირდება იმ ამორჩევლებს არაოდენობა, როცა საჭირო იქნება კიდე დამატებითი უნების გახსნა ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან, როგორც იქნება განცხადებული დღევანდელ მოგიდაზე არის მზაობა ამისათვის.